ჩვენ ძალიან კარგად ვიცით print ფუნქცია. ხო, ამაზე კარგად შეიძლება, ანუ იმდენად ამას ვიყენებთ სულ, ხო, აი ყოველ წამიერად, ხო, რაღაცას ვეშავთ ტერმინალში. აი მაგალითად 10 და უშვებთ, იბეჭდება 10. ჩვენ შეგვიძლია ასევე დავწეროთ print მის ქვეშ რაღაცა კიდე ერთი კოდი, ესეც დაიბეჭდება. მაგრამ ეს 10 და 11, იმიტომ კი არ იბეჭდება ერთმანეთის ქვეშ, რომ აი 10 რახან ზევით მიწერია აქ და მე 11 რახან მაგის ქვეშ მიწერია. მაგით არ იბეჭდება ერთმანეთის ქვეშ. ნახეთ აქ სინამდვილეში რა არის საქმე? აი ამ print-ს გააჩნია პარამეტრები. მაგალითად sep პარამეტრი. მოდი sep-ი ვნახოთ პირველ რიგში. დავწეროთ 10, 11, 12 და ნახეთ sep პარამეტრი ჰქონია თურმე print-ს. და მე აქ ახლა ჩავწერ ესეთ რამეს, დავუშვათ აი ამას, hash-ს. ეხლა ჩვენ ეს კოდი რომ გავუშვათ, ნახეთ როგორი შედეგი მივიღეთ. ხო, პირველში ეს სინტაქსი ხო არ იყო ახლა უცნაური. ანუ ესე რომ დამებეჭდა რა დაიბეჭდებოდა? 10, 11 და 12. ანუ სეპარატორია, ხო ეს? ხო, სეპარატორია კი. ცოტა ისე დავიწყე. ეს არ მიჩვენებია, მგონი ესეთივე. მოკლედ, ესე რომ გავუშვათ, ერთმანეთის გვერდი-გვერდი იბეჭდება. ერთმანეთის გვერდი-გვერდი იბეჭდება, იმიტომ რომ ნახეთ, print ფუნქციას გააჩნია ესეთი სეპარატორი პარამეტრი, რომელიც default-ად არის ერთი ცალი space-ი. მაგიტომ არის ამ რიცხვებს შორის space-ები. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავაწეროთ მაგ სეპარატორს, მნიშვნელობა, აი მაგალითად არაფერს არ ჩავწერ შეგნით. default-ად ასე გამოიყურება. მაგრამ თუ ესე ვიზამთ და გავუშვებთ, აი მაშინ ერთმანეთს მიეტყუება ყველაფერი. მე წეგან აი ესეთი ვერსია მეწერა, მაშინ გვექნება ეს. კარგი. ეხლა ასევე ჩვენ გვაქვს კიდე end პარამეტრი. და ნახეთ მაგაზე რა არის დამოკიდებული. აი end და მოდი გავაკეთოთ, მოდი ცარიელს დავტოვებ ამასაც. პირველ რიგში mouse მივიდან print-თან, გამოვა დოკუმენტაცია და მე ვხედავ რომ end პარამეტრი default-ად ყოფილა new line character. ანუ ახალ ხაზზე რომ ჩამოყავს, ხო? აი ამას ეს მაგას აკეთებს. მე ეს გავუუქმე ახლა. ეს თავისი default მნიშვნელობა. და ახლა ამას მე დავწერ 11-ს მაგალითად. ეხლა რომ გავუშვათ ეს კოდი, ნახეთ 10 და 11 ერთმანეთის გვერდი-გვერდ დაიწერა. ანუ აქ თუ new line character-ი იქნება, მაშინ ნახეთ 10 დამთავრდება ამითი, ასე ვთქვათ. ბოლოში იქნება ეს new line character-ი. და მომდევნო რა კოდი რაც წერია, ის ჩამოვა ქვემოთ. ხო? წარმოიდგინეთ. თუ აქ იქნება დავუშვათ აი რაღაც აი ესეთი რაღაც. მაშინ რა მოხდება? ესენი დაიწერება ეს ერთმანეთის გვერდი-გვერდით. იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვუთხარით რომ ეს 10-იანი დამთავრდეს თქო ამითი. ჩვენ არ გვიქონთ რომ დამთავრდეს new line-ით. მაშინ თუ მაგითი დამთავრდა, მომდევნო ქვევით დაიწერება. აი ეს. კარგი, გასაგები იყო ეს sep და end-ი ერთდროულად გამოიყენებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. პრინციპში ახლა ეს ხო ერთ და იგივე არ გამოდის, end-ი თუ როგორც default-ი ისე არ იწვდება. ხო, ამ წუთას კი, ეგრე არის. ან თუ საერთოდ არ მიუცდებთ, ანუ იგივე არის, ან არ არის საჭირო რა თქმა უნდა. კარგი, ეხლა print ხოლმე კიდე სხვა პარამეტრებიც აქვს და ამას რაღაცა არასწავლიან ხოლმე, მაგრამ მოდი გეტყვით, ხო, იმიტომ რომ ხო და ამაზეც გეტყვით ბარემ პრინციპში ამ pip-ზე, ხო, დღეს ეგეც გავიაროთ. ნახეთ ფაილი და flash. ასეთი რაღაც აქვს კიდე. მოდი დავწეროთ აი მარტივი for loop-ი, for i in range 10. კარგი. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ და მოდი end-ი იყოს აი ესეთი ცარიელი. ეხლა ეს კოდი რო გავუშვათ, აი ნახეთ პრინტები ხო გაკეთდა, ეს 0 1 2 ისინი დაიბეჭდა, მაგრამ ვინაიდან end-ი გავაცარიელეთ, ამიტომ მივიღეთ ყველაფერი გვერდი-გვერდ და არა ერთმანეთის ქვეშ. ერთხელ აქ new line-ი რო ყოფილიყო, მაშინ კი ერთმანეთის ქვეშ იქნებოდა ეგენი. აი, მაგრამ ნახეთ სინამდვილეში. ეხლა მე მინდა აქედან ვერ მივხვდებით ჩვენ როგორ იქცევა აქ პრინტი. მაგრამ ამას უკეთესად დავინახავთ თუ აი ამ time module შემოვიდან ეხლა from time import sleep და რაღაცას გაჩვენებთ.
მოდი პირველ რიგში ესე ვნახოთ, იმიტომ რომ ახლა სიახლეა, ჯობია რომ ერთი სიახლე ვნახოთ ესე. ცალ. კარგი. აქ დავამატებ აი ესეთ რამეს. ეხლა ნახეთ რა მოხდება. აი აქ ამას როგორც კი წაიგითხავს, თვითონ ერთი წამით საყრდენდება. თუ ეს ხო არ მithქვამს პრინციპში რაღაცა შეიძლება გვისაუბრეთ კიდევაც ამას, ხო? კი, წინა ლექცია. გითხოვს ხო? კაი. მოკლედ ერთი წამით საყრდენდება და მერე დაიბეჭდება. კაი. გავუშვათ და ნუ აი ესე ნელ-ნელა დაიბეჭდება ჩვენი კოდები. კაი, მოდი ამას გავთიშავ ხოლმე. მაგრამ მოდი ამას ეხლა მე გავუკეთებ and აი იმ new line რომ აქვს default-ად მაგას გავუუქმებ. და მოდი ერთი წუთი დაველოდოთ, აი 0.2 დაველოდოთ. აბა ვნახოთ ეხლა. ნახეთ. კაი, მოდი ერთი წუთი ჯობია იყოს. გავუშვათ. ნახეთ ველოდები და აი ოკეი, ნუ ეს ძალიან ბევრი არის. აი ხა დაიბეჭდა, ხო? 0.1.2 ეს ყველაფერი ერთმანეთის მიმდევრობით. აი ამის გამო და თან, ნუ ველოდეთ 10 წამის განმავლობაში, ხო? ეხლა მაგრამ ჩვენ აი რო უშვებ ამას, ნახეთ, სანამ ყველა არ შეგროვდება, იქამდე ეს კოდი არ იბეჭდება. აი ესეთი უცნაური ქცევა მივიღეთ. აქ რო new line გქონდა, მაშინ ჩვეულებრივად სათითაოდ გვეძლეოდნენ, მაგრამ როცა new line გავაუქმეთ, აი დავუშვათ, აბა pip-ზე ვნახოთ ეხლა როგორ იქნება. კაი, დავაკლოთ მოდი ცოტა კიდე. აი pip-ის შემთხვევაშიც ჯერ დაელოდა მთლიანად ყველაფერს და მერე დაიბეჭდა ერთიანად. ეხლა ნახეთ ეს რაზე არის დამოკიდებული. New line character-ი რო წერია აქ, ესეთი თვისება აქვს new line. ანუ new line character-ს რო print-ს ეუბნება, რომ როგორც კი შენ ხელში გიჭირავს შედეგი, აი ეგრევე წაიღე ტერმინალში და დაბეჭდე. ო და როცა აქ არაფერი წერია, მაშინ print-ი აგროვებს ამ ყველაფერს. ეგრევე კი არ წაიღებს ტერმინალში დასაბეჭდად. არამედ გროვდება ისინი, რაც დასაბეჭდი აქვს. და რო ყველაფერი დამთავრდება, მერე ერთიანად დაბეჭდავს. ნუ ეს იმიტომ რომ ნახეთ, დავუშვათ მიეცა 0. და ტერმინალში რო დაბეჭდოს, გარკვეული რესურსები უნდა დაიხარჯოს ამისთვის. ამისთვის უფრო ხარჯით ეფექტურია, რომ ყველაფერი მოიგროვოს და მერე ერთიანად დაბეჭდოს ტერმინალში. სეპარატორი რომ მიგვეთითებია ამ ძიმით გამოგვეყო, მაშინაც ესე დააგროვებდა? აი კი, აი ends თუ new lines თუ აღარ იზამთ აქ. ხო, მაშინ კი. ოკეი. და მაგრამ ნახეთ, აი დავუშვათ, მე მინდა რომ მოდი ცოტა აქ ესე გავაკეთოთ. აი მინდა რომ ეს რიცხვები, აი ერთმანეთის გვერდ-გვერდაც იყოს. და თან სათითაოდაც გვეძლეოდეს. ხო, ეხლა რაღაც ეს დავკარგეთ ეგ შესაძლებლობა. new line-ის პირობებში კარგად ვართ, ხო, სათითაოდ გვეძლევა. მაგრამ აი ასე, ვერტიკალურად. ეხლა მინდა რომ ისე აი როგორც კი 0-ია, ეგრევე გამოუშვას ტერმინალში, არ დააგროვოს. აი როგორ ვქნათ ეგ. აი მაგისთვის არსებობს მოკლედ flash-ი. flash is true. აი ეს flash true არის რომ როგორც კი გექნება 0-იანი ხელში, ეგრევე წაიღე ტერმინალში. და დაბეჭდე. აი ეხლა რო გავუშვათ, გვექნება აი ესეთი. ერთმანეთის გვერდ-გვერდ ეს ციფრები. და აი ამ flash udris true-ს ფუნქციას ასრულებს ასევე new line-იც. აი ამიტომ, ანუ რეალურად ეს აი new lines აქვს კიდე ეს რაღაც დამატებითი თვისება. აი print-ის შემთხვევაში, print-თან. რომ აი ამ flash udris true-სავით მუშაობს. მიხდით? კარგი. და კიდე ერთი საიდუმლო print-თან დაკავშირებით არის ეს ფაილი. ნახეთ, ეს ძალიან საინტერესო რაღაცაა.
მაგალითად, მე რომ მქონდეს აქ ესეთი data წერტილი txt დაბოლოების ფაილი. უბრალოდ ესეთი ცარიელი. და მე დავწერო import sys, აი ესეთ გზას გაჩვენებთ. sys standard ctd out stand ეს უდრის ან კაი მოდი არ მინდა მეწოდება დავწეროთ ვიდაბერ file უდრის გავხსნათ ჩვენი ეს ფაილი data.txt ხო გახსოვთ იმედია ესა ფაილის გახსნა და მე მინდა რომ გავხსნა ის ახლა ჩაწერის მოდში არ დაიბნეთ შეჯიბრებით აი მარტივადაა საქმის სინამდვილეში ამაზე როგორც იხარით კიდე ცალკე გვექნება შეხვედრა ჩვენ ფაილებთან მუშაობაზე ეხლა უბრალოდ გავხსენი ეს ფაილი და გავამზადე შიგნით რაღაცა რომ ჩავწერო აი ეს write mode-ში გახსნა მაგას ნიშნავს read mode-ში გახსნაც არსებობს ეხლა დავწეროთ ესეთი ნახეთ print დავუშვათ იგი და file უდრის files აი ამ print-ს ხო ქონდა თავისი file პარამეტრი მაგას მივუთითე ეს ჩვენი ფაილი ანუ ეს და ეხლა აქ დავხურავ ამ files მოდი ეს კოდი გავუშვათ ეხლა და შევიხედოთ ჩვენს data.txt-ში და ნახეთ გიგი აქ დაიბეჭდა თუ აქ ჩაიწერა უბრალოდ ანუ იმის მაგალითად რომ ეხლა print-ს ეს გიგი ტერმინალში წაიღო და ეს ტერმინალი გამოეყენებინა როგორც ავიცი ამ გიგის ჩვენების გზა თუ რაღაც ეგეთი ხო არამედ ეხლა ჩვენ ვუთხარით რომ წაიღე და data.txt-ში შეინახე და თან ეს არის უკვე შენახული მყარდის გზე ანუ ყველა გაშვებაზე კომპიუტერი ჩართო გამართო გიგი მაინც აქ დაგხვდება ხო ბოდიში მე მგონი კაი ის არის რა ქვია გზა არის იმისთვის რომ თან პროგრამა ან პროექტი წერო და ფორმულები პარალელურად მათ შეინახო კი ბატონო ან შეიძლება გამოვიყენო როგორც log ფაილი ხო აღწერო აი დავშეთ რაღაც მაგასაც ვნახავთ თუ ერორები იქნება კოდში ეს ერორი უბრალოდ ტერმინალში არ დაბეჭდო იმიტომ რომ მე ნუ რა აზრი აქვს ამას ხო არამედ შექმნა გარკვეული log ფაილი სადაც ამ ერორების შესახებ ინფორმაციას ჩაყრი და თან თითოეულ errors მიაწერ ავტომატურ timestamp-ებს გაუკეთებ ანუ როდის მოხდა ის ერორი მაგალითად ან რა შემთხვევაში მოხდა აი ფუნქციამ რა არგუმენტები მიიღო რის გამოც მე დაერორდა რომელ ხაზზე მოხდა ერორი აი ესენი რომ შეაგროვო ესე დავუშვათ აი ამ txt ფაილში ეს ინფორმაციები რომ მე რო შეხედავ შენს კოდს გეცოდინება სად რა პრობლემა არის ვიდრე ის რომ ტერმინალში პრინტო რაღაცები ეხლა ტერმინალში პრინტოაც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ძირითადად ტერმინალში როცა ვპრინტავთ მაგას ვიყენებთ დებაგირებისთვის ხო ანუ ბაგების აღმოსაჩენად თორე მომხმარებელს რა თქმა უნდა რომ პრინტით არაფერს არ ვაჩვენებთ ხო მომხმარებლისთვის თალკე web ინტერფეისია და იქ შემოდის ასე ვთქვათ კონტაქტში ჩვენს აპლიკაციასთან კარგი ეხლა მე ეს გასაგები იყო ისე და ისე ფაილებზე ფოლდერებზე გადავალთ ვისწავლით ბევრ რაღაცას ამაზე უბრალოდ პრინტი ხო და ბარემ აი ამასაც გეტყვით პრინციპში ახლა ბარემდე გიშვით გისმენთ შეკითხვები ამაზე კარგი აი რაც ვიცით აი მაგალითად აქ რო end-ი შევუცვალოთ ამას პირველ ალბათ ვნახოთ თუ იმუშავებს ხო აი რაღაც ამებს ვიზამ და მოდი კიდე დავბეჭდოთ რაღაცა ამჯერად მეორეს არ ქონდეს დავუშვათ ეს არა ხო ფაილი უნდა ქონდეს რომ ეგეც იქ დაემატოს აი ესეთი ვერსია გავუშვათ აბა გავუშვათ შევიხედოთ და ეხლა გვაქვს გიგი და end პარამეტრის ნაცვლად ეს გიორგი ახალხაზი კი არ ჩამოიტანა არამედ აი ეს მოხდა და გიორგის გააჩნია end-ი იმიტომ რომ აი ნახეთ აქ როგორია აქ არ გადამიკეთებია კარგი ხო ეხლა რაც შეეხება იმას pipks
და პრინციპში ამითი პრინტი გვექნება გარჩეული თავიდან ბოლომდე. ხო? აი რო შევიხედოთ პრინტის დოკუმენტაციაში, ეს არის ფუნქცია, რაღაცა pip-key და values, ახლა ამას ვნახავთ ახლა, და დანარჩენი ყველაფერი გავარჩიეთ. ხო, ანუ აი აქეთ ამ მხარეს რა ხდება, მაგებსაც გეტყვით. ეხლა ჯერჯერობით ესე წაიკითხეთ. SEP-ის default მნიშვნელობა არის ცარიელი string-ი. ნუ პრინციპში შეიძლება ამანაც მივხვდეთ, ეს ნიშნავს ans. an string-იო, an არაფერიო. უნდა გადასცეთო მაგასო. ხო, ამას გვეუბნებიან. აქ ნახეთ supports write. ეს τι არის. ანუ აქ გვეუბნებიან, რომ ისეთი ფაილი უნდა მისცევ ამასო, რომელსაც აქვს მხარდაჭერა შიგნით რაღაცის ჩაწერის. ხო, ფაილ. და თან უნდა გადასცეს string-ად, კარგად ვნახავთ მე რა იყო სხვამაში. ანუ literal გამოიყენება ესე false-ების შემთხვევაში. მოკლედ, დოკუმენტაციის წაკითხვა რაღაცა დონეზე უკვე შეგვიძლია. ჯერჯერობით ესენი დაიგნორეთ, ეს type ანოტაციები. მივალთ აქამდეც. მაგრამ შეგიძლიათ ესე. SEP ეს ყოფილა. End-ის default-ი ეს ყოფილა. File-ის default-ი none ყოფილა. Flash-ის default-ი ყოფილა false. ჩვენ რო true გადავაკეთეთ. კარგი. ეხლა რაც შეეხება pip-caps.